წარმოიდგინე რეალობას, სადაც სახელმწიფოს თქვენი სიზმრების გაკონტროლება შეუძლია. წარმოიდგინეთ რეალობას, სადაც სახელმწიფო სისტემა აკონტროლებს არა თქვენს ქმედებებს, არამედ თქვენს ქვეცნობიერს. ეს არის წიგნი სიზმრების სასახლე და სწორედ ამ შემზარავ სურათს ხატავს წიგნში ალბანელი წარმოშობის მწერალი ისმაილ კადარი. და სიუჟეტი ვითარდება იმპერიაში, სადაც დამყარებულია ტოტალიტარული რეჟიმი და შექმნილია სპეციალური საიდუმლო სამსახური, რომელსაც ევალება ადამიანების სიზმრების შეგროვება. რათა გაირკვეს იმ ადამიანების ზრახვები და მიზნები, რომლებიც შეიძლება იყვნენ მოწოდებული იმისთვის, რომ მოაწყონ ამბოხება და შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. უნდა გამოვლინდეს იმ სიზმრების პატრონი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ არიან მიმართული, რათა დაიწყოს შემდეგ რეპრესიები ამ ადამიანების მიმართ. წიგნის მთავარი გმირი მარკ ალენი, ახალგაზრდა ადამიანი, თავდაპირველად იწყებს ამ სტრუქტურაში მუშაობას, სადაც მას ევალება მოსახლეობის სიზმრების შეგროვება, შემდეგ ამის ანალიზი და ინტერპრეტაცია და ბუნებრივია სისტემაზე ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა გამოვლინდეს ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ შემჩნეული სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ შეთქმულებაში. და მთავარი ამბავი იწყება მაშინ, როდესაც მთავარი გმირი დგება იმ დილემის წინაშე, რომ ერთის მხრივ მან უნდა შეინარჩუნოს კარიერა, იერარქიულ კიბეზე წინსვლა, რომელსაც ის საკმაოდ სწრაფად აღწევს და საკმაოდ სწრაფად წინააღმდება ამ სამსახურში და მეორეს მხრივ გაწიროს ოჯახის წევრი, რომელსაც ის სიზმარი ესიზმრება, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო სტრუქტურისა და სახელმწიფო სისტემის მიმართ. ანუ ადამიანი დგება იმ მორალური დილემის წინაშე, რომ ერთის მხრივ შეინარჩუნოს უსაფრთხოება და მეორეს მხრივ მან დაკარგოს ღირსება და გაწიროს ოჯახის წევრის სასიკვდილოდაც კი. ეს არის წიგნი იმაზე, თუ ტოტალიტარულ სამყაროში რა ბედი შეიძლება იწიოს თავისუფალ ადამიანს, თავისუფალ ინდივიდს და როგორი ზეგავლენა და ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ადამიანის არამხოლოდ ფიზიკურ არსებობაზე, არამედ მის სულიერ შინაგან სამყაროზე და როგორ შეიძლება მოახდინოს მისი სულიერი დეგრადაცია და მორალური გახსნა. მე ბუნებრივია სპოილერებისგან თავ შევიკავებ, თუ როგორ სრულდება ამ მთავარი გმირის ეს ამბავი, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ეს არის წიგნი იმაზე, თუ რა ბედი ეწევა თავისუფალ ადამიანს ავტორიტარულ სამყაროში და რა მორალური დილემების წინაშე შეიძლება ის დადგეს და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება ის დადგეს. ერთის მხრივ შეიძლება არჩიოს მან უსაფრთხოება და ამით შეინარჩუნოს ღირსება, უпроსტად შეინარჩუნოს უსაფრთხოება და დაკარგოს ღირსება, ან კიდევ გაწიროს საკუთარი თავი სიკვდილისთვის და ამით შეინარჩუნოს მან ღირსება. სახელმწიფო ბუნებრივია სახელმწიფო სისტემა ტოტალიტარულ სამყაროში მოწოდებულია იმისთვის, რომ ნებისმიერი თავისუფალი ინდივიდი აქციოს უბრალო კონფორმისტად და სისტემის ჭანჭიკად და ის უბრალოდ ვერ ეგუება თავისუფალ ადამიანს მის სამყაროში. და აქ პარალელები ბუნებრივია გავავლოთ ნებისმიერ ეპოქასთან, სადაც არის დამყარებული ტოტალიტარული რეჟიმი, ან ის რეჟიმები, რომლებიც ცდილობენ ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას. პარალელები შეიძლება ჩვენ ქართულ პოლიტიკურ რეალობაშიც გავავლოთ, სადაც ბევრი ადამიანი შეიძლება დადგეს მსგავსი მორალური დილემის წინაშე, რომ დაკარგოს ღირსება, დაკარგოს სულიერი შინაგანი სამყარო და ის უბრალოდ იქცეს რიგით კონფორმის და რიგით სისტემის რიგით ჭანჭიკად. ეს არის წიგნი იმაზე, თუ რა ბედი შეიძლება რა შეიძლება დაემართოს თავისუფალ ადამიანს ასეთ რეჟიმის პირობებში და მოკლედ თუ ვისაც მსგავსი ჟანრის ლიტერატურა ძალიან გიყვართ და ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული, არ იცნობთ ამ ავტორს, ეს ის ავტორია, რომელსაც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იცნობდეთ და ეს ის წიგნია, რომელიც აუცილებლად წაკითხული უნდა გქონდეთ.